რახან თქვენ წამოჭერით ეს საკითხი, მე მაშინ ჩემ დამოკიდებულებას მოგახსენებთ დღევანდელი სიტუაცია სპექტრი გალაძესთან დაკავშირებით მე ვისაუბრე როგორი პოლიტიკური ძალა დგას მის უკან. რა ხდება დანარჩენ სპექტრში? მე ვიტყვი უდუმაშვილთან დაკავშირებით, ალიკოსთან დაკავშირებით. ის ალიკო არ არის კანდიდატი, თუმცა აუცილებლად მინდა რომ მასეც ორი უბრალოდ კითხვის ნიშნები მაქვს ვთქვათ, რომ გახდეს მერი. სად არის ვის ეყრდნობა? მან ჩვენ უნდა გვითხრას წინასწარ ბურჯანაძეს დაეყრდნობა, პატრიოტებს დაეყრდნობა, ნაციონალებს. მან თქვა პროფესორად პარტიებმა გამოხატეს სიმპათია რესპუბლიკელებმა თავს. ეხლა გადავინაცვლოთ იმ კანდიდატებში, ვინც უკვე წარმოადგენეს. ჩემთვის რეალურად სიტუაცია ნინო არის ესეთი ამ მდგომარეობით. პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობა ეხლა და ჩემთვის ის არ გაყოფილა სამ ნაწილად, არც ორ ნაწილად არ გაყოფილა. ეს არის ერთიანი მთლიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბატონმა გიორგი ბრძალა, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ძალა. ჩემი გადმოსახედიდან ეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა და სწორედ მაგიტომ ვარ მე იმ გაბრაზებულების წრეში. ეს ყველაფერი უკვე ლირიკა. ერთი წუთი თუ შეიძლება. რა ხდება თვითონ შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში? ახლა გაბრაზებულები ახსენეთ, გაბრაზებულები, როგორც თქვა სლოგანი პირიქით ნაციონალურ მოძრაობამ, ახლა პრინციპი მე ვარ ის გაბრაზებული და ამიტომ არასოდეს მათ ხმარს არ, იმიტომ რომ მე ვარ გაბრაზებული იმაზე, რომ ჩვენ სამართალი ვერ აღვადგენთ, მე სხვა რამის თქმა მინდა. ამაზე ვიზე უნდა იყოთ გაბრაზებული. ქართულ ოცნებაზე. ხო, ქართულ ოცნებაზე ვარ გაბრაზებული, სამართალი არ აღვადგენთ. ერთი წუთი. მე მინდა გითხრათ. იქნებ გაებუტოთ ბარემ. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? გადაწყვეტილება ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება. პრაქტიკულად რა ხდება? ნაციონალურ მოძრაობას ყავს ერთიანი ამომრჩეველი. ეს არის კაცრად განსაზღვრული კატეგორია ადამიანების, რომლებიც არასოდეს არავის არ მიცემენ ხმას, ისინი არიან ნაციონალების მხარდამჭერები. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა დაიშალა რამოდენიმე ნაწილად. ყავს სააკაშვილის ფრთა, ყავს ბოკერიას ფრთა და ნუ არიან გირჩები, ხო? შესაბამისად, ეხლა ზაალის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური, იმიტომ რომ ძალიან რთული ამ სიტუაციაში მოძებნო ადამიანი, რომელიც მთლიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის იქნებოდა მისაღები. ვინ არის ესეთი? ესეთი არის რუსთავი 2 და შესაბამისად ესეთი არის რუსთავი 2-ის სახე. ანუ ნაციონალური მოძრაობა დღეს მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ თავის ელექტორატს ერთი წუთი. ანუ იცით რა მინდა უბრალოდ გავაზუსტოთ, ბატონმა გიორგიმ რაც თქვა რომ მის უკან ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის მქონე პარტია, ანუ თქვენ პრინციპში ამას ადასტურებთ ახლა რომ პარტიული წესრიგი იმდენად მე ვამბობ რომ ამ უდუმაშვილის უკან დგას სააკაშვილის ფრთა, რომელმაც მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ისინი მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ თავის ამომრჩეველზე. და რუსთავი 2-ის სახე ზაალ უდუმაშვილი ეს არის ის კანდიდატი, რომელიც ნამდვილად წაართმევს ხმებს, გირჩებს და ნამდვილად წაართმევს ხმას ელენე ხოშტარიას, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ წაართმევს ხმას კახი კალაძეს. რეალობა გვაქვს ესეთი, ამ სიტუაციაში გესმით, რატო აკეთებენ ისინი ამას? რატო არ მუშაობენ ისინი, ვთქვათ, ხო შეიძლებოდა განყენებული ფიგურა, არა ასოცირებული. რატო არ მუშაობენ? მათ არ ჭირდებათ ამაზე მუშაობა. ეხლა რეალურად არის სიტუაცია, ვინ გავა მეორე ადგილზე, ვინ დაიმკვიდრებს ისევ და ისევ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ასე რომ, ჟიჟი, თემა დამთავრებულია. თემა არის იმაზე, კახი რამდენ პროცენტს აიღებს პირველ ტურში და ვინ იქნება მეორე. აი ამ მეორეზე მიდის მუშაობა. ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველობა. ამისთვის დრო არ არის დებატები. რეალურად ერთ ბატონ გიორგი ახლა თქვენ ბრძანებთ. თუ შეიძლება გაგცემთ პასუხს რა.